ნინო ბურჯანაძეა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. ქალბატონო ნინო, თქვენ ისმენთ თქვენი წინა გამოსვლელების კომენტარებს, ახლა საინტერესოა თქვენი შეფასება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს თვალწინ განვითარდა ამ დღეებში. თქვენ პირველი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ხართ ჩვენს ეთერში. ვისმენდი ნამდვილად, ვისმენდი ძალიან დიდი ყურადღებით და ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც მაქვს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, არის სწორედ ის, რომ ჩემი წინა გამომსვლელი ბედავს ასეხმამაღლა ილაპარაკოს ადამიანის უფლებებზე, ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე არ უნდა დააპატიმრო უდანაშაულო ადამიანები, ბედავს ილაპარაკოს აგრესიაზე და ვინმეს მიერ რუსული ინტერესების განხორციელებაზე. ის და მისი თანაგუნდელები ბედავენ 15 ნოემბერს აქციის დაანონსებას იქ, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს. იმიტომ რომ წარმატებულად მართული ტელევიზიებით და ლობისტური კომპანიების მეშვეობით მიაწეფეს პრორუსული იარლიყი და საქართველოში როგორც ჩანს ჩამოყალიბდა ესეთი მოდა, რომ თუ ვინმე პრორუსულ იარლიხს მოგაწეფებს, არავინ არ უნდა დაგიცვას, თუნდაც მუქკლან და უდანაშაულო იყო, ხოლო თუ აწევ ამერიკულ და ევროპულ დროშას, მაშინ შეიძლება რომ ესე ვთქვათ ყველაფერზე ინდულგენცია მიიღო. ის რომ გამოძიება არ ჩატარდა, გიორგი ახლავე, გამოძიება არ ჩატარდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ის რომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც რუსული ჯარები შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე, არის სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა ბედავს ჩაატაროს აქცია რუსთაველზე ანექსიის საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია, ნუ ეხა ჩვენც გასაგებია პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ადამიანებსაც კარგად ესმით პოლიტიკა იმისათვის, რომ ძალიან კარგად გააცნობიერონ 15 ნოემბრის აქცია ეს არის პოლიტიკური აქცია და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი რეანიმირების აქცია იმ соусით, რომ ბევრი ადამიანი მივიდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემასთან დაკავშირებით, თუ ეს არის მართლა სახალხო აქცია. გიორგი, მე შემაწუხა ერთმა რამემ, რომ არავის ჩემ წინ გამოსულს პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, საქართველოს ერთიანობა, საქართველოს მთლიანობა არ უხსენებია და თითქმის ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება. ვინც დააზარალა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, სწორედ ჩემი წინამორბედი და მისი გუნდი იყო, მაგრამ მე მინდა ერთი კითხვა დავსვა, ეხა ამის წინ განხილვა იყო რამდენიმე დღის წინ, რომ შეიძლება ლამის დიდი ბრიტანეთი გავიდეს ევროკავშირის შემადგენლობიდან. ერთადერთი საზრუნავი საქართველოსი და მიზანი ის არის, რომ ევროკავშირში და ნატოში გავწევრიანდეთ, თუ მიზანი არის ის, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და რა ჭირდება ამ მიზანს მისაღწევად, ამაზე ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ. რა ჭირდება, ქალბატონო ნინო? ამას ჭირდება უპირველეს ყოვლისა ის, რომ ქვეყანაში ჩვენ გქონდეს სახელმწიფო და სახელმწიფო ჩვენ დღეს გამოჩნდა, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია და პრაქტიკულად ჩანდა, რომ სახელმწიფო არ არსებობს, იმიტომ რომ ისეთი კრიზისი მოხდა ხელისუფლებაში და ისეთი კრიზისი მოხდა მთავრობაში, რომ რეალურად დღეს ღარიბაშვილს დარჩენილი ჰქონდა ერთადერთი გზა იმ ნაბიჯის გადადგმისა, რა ნაბიჯიც მან გადადგა, იმიტომ რომ ალასანიას გამოსვლა მას უბრალოდ სხვა გამოსავალს არ უტოვებდა და ღარიბაშვილის განცხადებამ და გადაწყვეტილებამ რაღაც გარკვეული ნიშანი სახელმწიფოებრიობისა ნამდვილად გამოაჩინა. მაგრამ ის, რომ ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი და გვყავდა უпростоრად თავდაცვის მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად დაუპირისპირდა პირველსავე გამოძიების დროს, რაც სხვათა შორის არც შევარდნაძის დროს და არც სააკაშვილის დროს, არც ერთ თავდაცვის მინისტრს არ გაუკეთებია. მაშინაც იყო გამოძიება თავდაცვის სამინისტროებში, მაგრამ არც ერთ მინისტრს დაწყებული ნადიბაიძიდან, თევზაძიდან და უქრუაშვილიდან მოყოლებული არავის არ გაუკეთებია განცხადება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მომავალი მთლიანად ალასანიას ყოფნა არ ყოფნაზე ყოფილა დამოკიდებული. ეს იყო პოლიტიკური შანტაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან მაჩვენებელია, რომ ალასანიას უბრალოდ არ იყო გამბედაობა, რომ ბრიფინგზე გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა და პრაქტიკულად მოახსნევინა თავი პრემიერ-მინისტრს. თქვენ ვერ ხედავთ ამ პროცესებში პოლიტიკური დევნის კვალს? არა, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ჯერჯერობით ვერაფერს, სანამ არ იქნება გამოძიების მასალები. როცა უდანაშაულობის პრეზუმპციაზე ლაპარაკობდნენ ჩემ წინ გამოსვლელი ადამიანები, მათ იმაზეც უნდა ილაპარაკონ, რომ ვიდრე არ იქნება დადებული პროკურატურის მიერ ან არგუმენტირებული, ან არაარგუმენტირებული მასალები, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, სწორედ პროკურატურის საქმეში პირდაპირი ჩარევა გახლავთ. და მე ერთი რამ მაინტერესებს, იცით? ჯერ ერთი ძალიან სამწუხაროა, რომ ვიდრე გააგრძელებდეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული იყო პროკურატურა
პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ დაეკავებინა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმ დროს, როდესაც მინისტრი სულ რაღაც რამდენიმე დღით იმყოფებოდა ევროპაში. შეიძლებოდა თუ არა დაეცადათ, რომ ის ჩამოსულიყო, დაბრუნებულიყო ქვეყანაში და შემდეგ დაწყებულიყო ეს პროცესები. თუ პროკურატურა დაელოდებოდა ვინმეს მიერ რეკომენდაციას, ვინ როდის ჩამოვა და ვინ როდის უნდა დააკავოს, ეს კიდევ უფრო ნათელი დადასტურება იქნებოდა პროკურატურის პოლიტიზირებისა. ხა ჩვენი მინისტრები ლამის გადასახდნენ დიდი ნაწილი ვაშინგტონში და ბრიუსელში და მაშინ პროკურატურამ საერთოდ უნდა გააჩეროს მუშაობა. რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ ადამიანების დაკავება, ისევე გეუბნებით, სწორედ მაშინ, როცა მინისტრი საზღვარგარეთ იყო, ეს გამოჩნდება პროკურატურის მასალების დადების შემდეგ. ხოლო თუ ეხლა ესე იყო საქმე მართლაც, რომ საგანგებო ვიზიტს ალასანიასას ვინმე ხელს უშლიდა მთავრობიდან და აი ესეთი მდგომარეობა იყო, მაშინ ალასანიას უფრო ადრე უნდა მიეღო გადაწყვეტილება და უნდა გამიჯნოდა სწორედ იმ ვითარებას, თუ ეგრეა საქმე მთავრობაში, რომ ერთი მინისტრი ცდილობს ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და დანარჩენები მას ამაში ხელს უშლიან. იცით, დღეს ძალიან ბევრი ილაპარაკეს რუსეთზე. გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს, თუმცა არა პრემიერ-მინისტრს. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო მის გამოსვლაში. ხა მე ნამდვილად არ ვილაპარაკებ, ბატონი ალასანია, უფრო თავისუფლად ვილაპარაკებდი, ეხლა რო არ იყოს განთავისუფლებული თანამდებობიდან, მაგრამ ერთსაც გეტყვით, რომ ის ძალიან ცდილობს რაღაც ესე მიხეილ სააკაშვილის ნიშა დაიჭიროს, იცით, რომ აღმართოს ესე ვთქვათ ანტირუსული დროშა და თავისი თავი წარმოაჩინოს დასავლეთის ორიენტაციის გარანტად საქართველოში. ნუ ეს მას ნამდვილად არ გამოუვა, იმიტომ რომ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების და მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნამდვილად სხვადასხვა კალიბრის პოლიტიკოსები არიან სააკაშვილი და ბატონი ალასანია და უბრალოდ დღეს იმდენი ილაპარაკეს რუსეთზე და ევროპაზე. გამახსენდა ორი ძალიან ცნობილი გამონათქვამი, ერთი რომელიც ეკუთვნის ლუდოვიკო მე-14-ს, რომელიც ამბობდა, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ და მეორე რომელიც 70 წლიანი ბოლშევიკების მმართველობაში ძალიან პოპულარული იყო, ვამბობთ პარტიას, გულისხმობთ ლენინს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ როცა ვამბობთ ალასანიას, უნდა ვიგულისხმოთ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია. ეს იყო ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება. და არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება და პირდაპირ შემიძლია გითხრათ იმ ადამიანების მიერ დღეს გაკეთებული კომენტარები, რომლებიც ამბობენ, რომ აი თურმე ამ გამოძიებით ან თუნდაც მინისტრის გადაყენებით დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ორიენტაცია იანუკოვიჩის ხსენებით. თქვენ თუ გახსოვთ, გიორგი, მე თქვენს ეთერში ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები და ეს დღეს ძირითადი სპექტრი იყო წარმოდგენილი თქვენს გადაცემაში. ადრეც როცა ვითომ ოპოზიციაში იყვნენ, ძალიან ახლოს იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ეხლაც. შემთხვევით არაფერს არ ამბობენ და იანუკოვიჩის და კიევის ხსენება დღეს საქართველოში ეს არის ძალიან ცუდი მინიშნება და ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი. გაგახსენებთ იმას, რასაც ამბობდა ნაციონალური მოძრაობა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა დიდი ნაბიჯებით იმეორებენ იანუკოვიჩის გზას. დიახ, ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი შანსი ხელისუფლებაში მობრუნების არის არა დემოკრატიული არჩევნები, როგორც ამას ჩემი წინამორბედი ამბობდა, არამედ არის სწორედ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამ არეულობის ტალღაზე ვითომდა პროდასავლური ნიშნით საქართველოს ხელისუფლებაში მობრუნება. მე ძალიან არ მინდა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს კოალიციაში არიან, ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში ვიხილოთ, თუმცა ნამდვილად არ გამიკვირდება. ხედავთ ამ საფრთხეს, რომ თავისუფალი დემოკრატები შეიძლება კოალიციაში აღმოჩნდეს ნაციონალურ მოძრაობასთან. არა, მე ნამდვილად არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ეს თავად ბატონმა ალასანიამ ბრძანა დღეს თავისი გამოსვლის დროს და პირდაპირ მინიშნება იყო პრაქტიკულად გაკეთებული ამასთან მიმართებაში. ესე რომ გაკვირვებით ნამდვილად არ გამიკვირდება. ეს ფაქტია, რომ შეიძლება იყოს რაღაც ძალიან სერიოზული პროექტის ნაწილი და მე ძალიან არ მენდომებოდა, გიორგი, და ამას მე საგანგებოდ ვამბობ ახლა თუნდაც დიპლომატიური კორპუსის გასაგონად, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ესეთი განცხადებების კეთება გააგრძელონ საქართველოში, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უცხადებდა უპირობონდობას ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც და ძალიან ბევრი ელჩიც მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას და მე არაერთ გზის მithქვამს მათთვის წლების განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ვიყავი ხელისუფლებაში, რომ ასეთი უპირობონდობა
დათვის სამსახურს უწევს იმ ადამიანებს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ისინი ამ უპირობობას უცხადებენ და რაც მთავარია ძალიან ცუდ სამსახურს უწევს საქართველოს. დიდი მადლობა ქალბატონო. მე ნამდვილად შემიძლია გიორგი გითხრათ, ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ ძალიან სწორი ანალიზი გააკეთოს ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ბატონი ალასანიას გუნდის წევრები ალაპარაკდნენ დიქტატურაზე, ოღონდ როდესაც 26 მაისის შემდეგ განადგურებული იყო პრაქტიკულად ერთადერთი რეალური ოპოზიცია საქართველოში, მაშინ მეორეხარისხოვანი და უხარისხო ქართველები გვეძახეს და მაშინ დიქტატურასთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არავის არ დაცდენია. როგორც ჩანს, დიქტატურაზე ლაპარაკი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი გუნდის წევრებს შეეხება რაიმე. მე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ეშველება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ ჩაებღაუჭებიან რომელიმე პოლიტიკურ ორიენტაციას და რომლითათვისაც საამაყო არ იქნება, რომ მათი სახელი გაიგივებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს და ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებთან. მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ვერც ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფო, გიორგი, სადაც შეიძლება თავდაცვის მინისტრმა გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები, რომელიც გაკეთდა და სადაც მთავარი პრიორიტეტი იყოს არა ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკი და სადაც ორიენტაცია სახელმწიფოსი უნდა ამოდიოდეს არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ იქედან, რომ რომელიმე, ესე ვთქვათ, კონკრეტული ორგანიზაციის გაწევრიანება გაქვს მთავარ ამოცანად და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვერ გაწევრიანდება საქართველოს ნატოში, რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩემმა წინამორბედმა. ამაზე მან და მისმა თანაგუნდელებმა იზრუნეს და ძალიან ბევრი რამ გაუფუჭეს საქართველოს, რომ პრაქტიკულად შეჩერებული იყო საქართველოს ის მიმართულებები, რა მიმართულებებითაც საქართველოს მიდიოდა და დღეს ძალიან ბევრი რამ სხვა არის გასაკეთებელი. მე იმედი მინდა ვიქონიო, გიორგი, უბრალოდ დავასრულებ, იმიტომ რომ ყველა წინამორბედმა ძალიან ბევრი ისაუბრა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ძალიან სერიოზულ დასკვნებს გამოიტანს იმ მოვლენებიდან, რაც მოხდა. სხვა შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. კრიზისი არის ქვეყანაში. კრიზისი ნაწილობრივ შეიძლება შერბილდა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ღარიბაშვილმა, მაგრამ კრიზისი ნამდვილად არ მოხსნილა. პირიქით, კრიზისის გაღრმავება დაიწყება ხვალიდან. კოალიცია არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე, რასაც მე ძალიან ბევრი ხანია ვამბობ. კოალიცია ნამდვილად დაიშლება და ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე. ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც გაბედავს რომ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბროს და არა იქედან გამომდინარე, რომ თავისი თავი დაიცვას იმ ქოლგით, რასაც დასავლურობის ქოლგა ჰქვია, იმიტომ რომ თქვენს კარგად შეუწყვეთ დღეს ხელი ამას, უნდა უბრალოდ კეთილგანწყობილი კრიტიკით გითხრათ, ჩემი აზრი, რომ მუდმივად იყო აპელირება, გიორგი, მთელი გადაცემის, ეს თქვენი ნება უფლება, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ჩემ აზრს გამოვთქვა. მთელი გადაცემის განმავლობაში, როდესაც ალასანია საუბრობდა, მიმართული იყო თქვენი შეკითხვები იმისკენ, რომ აი რა მოუვა პროდასავლურ ორიენტაციას. არ იყო ჩაკითხვები იმასთან დაკავშირებით, რეალურად რამდენად საფუძვლიანი და არგუმენტირებულია მეტნაკლებად მაინც ის ბრალდებები, რომელიც წარმოიშვა. არ იქცევა საქართველოს ნამდვილად რომელიმე ერთი მინისტრის გადაყენებით, საქართველოს შეიძლება დაიქცეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გამოიტანს სწორ დასკვნებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთანხმებით პრემიერის და პროკურატურის განცხადებას და შესაბამისად არ გამორიცხავთ, რომ სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში უბრალოდ არსებობდა კორუფციული სქემა, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს და არაფერ შუაში აქ პოლიტიკური მოტივაცია და ირაკლი ალასანიას დევნა არ არის. მე ვერ დავეთანხმები, გიორგი, პროკურატურის განცხადებებს მანამ არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. მე არა მარტო პოლიტიკოსი ვარ, არამედ იურისტი და ბუნებრივია მე წინასწარ მით უმეტეს, როდესაც არანაირი მასალები მე ნანახი არ მაქვს, არანაირად არ შემიძლია პროკურატურას ერთნიშნულოვნად დავეთანხმო, ან პრემიერის განცხადებას ვთქვათ დავეთანხმო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, პრემიერმა დღეს მიიღო აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იმ პოლიტიკური შანტაჟის ფონზე, რომელზეც წავიდა ალასანია 6 საათზე, მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მეგონა და სააკაშვილი მის ადგილზე ასე მოიქცეოდა, აუცილებლად გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით და ალასანიას რომ ეთქვა, რომ აი მე გადავდექი თანამდებობიდან, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და მზადა ვარ მთელი ჩემი გუნდით ვითანამშრომლო გამოძიებასთან, ოღონდ როგორც მინისტრმა ხელი არ შეუშალო რაიმენაირად ჭეშმარიტების დადგენასო, გარწმუნებთ, რომ ის დღეს ნამდვილად იქნებოდა სერიოზული ოპოზიციური პოტენციალის მატარებელი პოლიტიკოსი, მაგრამ
მისმა გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ვერანაირ პოლიტიკურ კრიტიკას ვერ გაუძლო. აქედან გამომდინარე, ვამბობ მე პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ მან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ვითარებაში. ქალბატონო ნინო, თქვენ თქვით, რომ კოალიციის დღევანდელ ფორმას უკვე საფრთხე ემუქრება, რომ ის ასეთ ფორმას ვეღარ შეინარჩუნებს, შეიძლება თუ არა, რომ თქვენ გიხილოთ კოალიციაში. კოალიციის დღევანდელ ფორმატს გიორგი დღეს კი არ ემუქრება საფრთხე. კოალიციის ფორმატს საფრთხე ემუქრებოდა მისი შექმნის დღიდანვე. იმიტომ რომ დღეს ალაპარაკდნენ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებთაც არასოდეს 3%-ზე მეტი არ აუღიათ დამოუკიდებლად, რომ კოალიცია შეიქმნა ერთი ადამიანის გარშემო და არა პრინციპების გარშემო. მე ამას თავიდანვე ვამბობდი და სრულიად გაუგებარი იყო კოალიციაში. ხა დღეს ლაპარაკობენ, რომ კოალიციაში თურმე ყველა პროდასავლური ორიენტაციის არის, ამ დროს კოალიციაში არის პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩემზე გაცილებით ადრე და გაცილებით ხმამაღლა კატეგორიულად გამორიცხავდნენ საქართველოს არა მარტო ნატოში გაწევრიანებას, არამედ ნატოსთან თანამშრომლობასაც კი. ამიტომ კოალიცია ბუნებრივია, რომ ერთიანი. რას? ნატოში გაწევრიანებას თქვენ ისაუბრეთ ამის შესახებ. მე საკმარისად კარგად ვიცი საერთაშორისო სამართალი, ნატოს წესდება და პოლიტიკა, რომ 100%-ით გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არც დღეს და არც უახლოეს მომავალში. და ეს გამოჩნდა სხვათა შორის უელსის სამიტზე. ეს გამოჩნდა იგივე ბატონი ობამას განცხადებაში, როდესაც მან პირდაპირ თქვა იმის თაობაზე, რომ ნატო დაიცავს მხოლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ხა დღეს ჩემს წინა გამოსვლელი რომ ლაპარაკობდა, რომ დღეს ჩვენ დაცული ვართო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გიორგი. როცა ისაუბრობდა, რომ დაცული ვართ, იმიტომ რომ პროდასავლური ორიენტაცია გვაქვსო, ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი ბატონებო, მაგრამ 2008 წელშიც პროდასავლური ორიენტაცია გვქონდა, გაცილებით მეტი შანსი გვქონდა ჩვენ ნატოში შესვლის, მაგრამ სამწუხაროდ 2008 წელს ჩვენმა პროდასავლურმა ორიენტაციამ და ჩვენმა მეგობრებმა ვერ დაგვიცვა, მე არ ვიტყვი სიტყვა არ, ვერ დაგვიცვა იმ უბედურებისაგან, რაც დაგვემართა. სწორედ ამიტომ დღეს დამატებით სხვა გზები არის საძებნელი და ეს სხვა გზები ნამდვილად გადის რუსეთთან ურთიერთობებზე და მოლაპარაკებებზე. არა, რუსეთისკენ, ან ვაშინგტონისკენ, ან მოსკოვისკენ კი არა, ეს ძალიან გამარტივებულია, გიორგი. ნუ მივაყენებთ ჩვენ საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას. არ არის ჩვენი საზოგადოება ესეთი ბნელი და გონება ჩუნგი, რომ ვერ მიხვდეს მე რაზე ვლაპარაკობ. ჩვენ რუსეთისკენ კი არ უნდა ვიაროთ, ან ვაშინგტონისკენ კი არ უნდა ვიაროთ. საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა შეიცვალოს და აღარ იყოს პროდასავლური. ჩვენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ნამდვილად ძალიან სერიოზული კორექტირება სჭირდება. ეს არ უნდა იყოს ერთი მიმართულებით მიმართული ვექტორი, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ არ აგვაქვს იმისი ფუფუნების შესაძლებლობა, რომ ვიყოთ მიმართული ერთი ვექტორით, ერთი მიმართულებით და ვიყოთ სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ჩვენს მეზობლებთან, მით უმეტეს სუპერ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ვერავინ ვერ დვედავს გიორგი დაპირისპირებას და ჩვენ ნახეთ რაც მოხდა უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინა დაიქცა, უკრაინა მიწასთან არის გასწორებული სამწუხაროდ, უკრაინის პოლიტიკოსების აი ვექტორის ერთმნიშვნელოვნად დასავლური ვექტორის გამო. არ მოხდა ჩვენი ინიციატივით, ქალბატონო ნინო. არა, ეს ჩვენი ინიციატივით არ მოხდა, ეს მოხდა უკრაინელი პოლიტიკოსების ინიციატივით, რომლებმაც ერთ-ერთი გაიმეორეს სააკაშვილის შეცდომები. არა, საქართველოს რუსეთის დაპირისპირებაში ჩვენი წვლილი გვაქვს, რომელზეც უდაოდ უნდა ვილაპარაკოთ და უდაოდ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს არ არის ის ვითარება, როდესაც 100%-ით ერთი მხარეა დამნაშავე და 100%-ით მეორე მხარეა მართალი. ჩვენ ბევრი შეცდომები გვაქვს დაშვებული, ჩვენი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, არსებობის, დამოუკიდებლად არსებობის დროს ეს შეცდომები რო არ დაგვეშვა, ძალიან კარგი იქნებოდა და დღეს საქართველოს სხვა რეალობაში იქნებოდა. დიდი მადლობა.